ამინ სახელითა მამისათა და ძისათა და წმენისა სულისათა ას და მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ გილოცავთ ფერიცვალების უდიდეს დღესასწაულს ყოველი დღესასწაული ჭეშმარიტებას გვასწავლის ჩვენ ყოველი ჭეშმარიტ არის გამოცხადება ღვთის გამოცხადება და დღევანდელი დღესასწაულით ასეთია მაცხოვარი აღვიდა მთაზე და ფერიცვალების მთაზე და გაბრწყინდა მოციქულებთან ერთად და ლოცვის დროს გაბრწყინდა მისი სახე ვითარცა მზე ხოლო მისი სამოსელი ვითარცა ნათელი ამით უფალმა აჩვენა თავისი ნამდვილი ბუნება ის საღვთო მადლი, საღვთო ენერგიები, ხელთუქმნელი ენერგია, რომელიც მასში იყო, რომელშიც ცხოვრობს ღვთაება და აჩვენა რომ ეხლა მოდის აი ამ ფერიცვალის შემდეგ ჯვარცმა და რომ არ დაბრკოლებულიყო აჩვენა ბუნება ღვთაებრივი რომ ამ ღვთაებრივი ბუნებით აღასრულებდა იგი ყველა სასწაულს ამ ღვთაებრივი ბუნებამ შექმნა ცა და სამყარო მან აღასრულა ყველა სასწაული დააცხრო ქარი განამრავლა პური განკურნა ბრმები ეშმაკისეულები აღადგინა მკვდრები და მრავალი სასწაული და აჩვენა რომ ეს არ იყო უბრალოდ წინასწარმეტყველი, იმიტომ წინასწარმეტყველებიც აღასრულებდნენ სასწაულებს და ბევრ სასწაულს, არამედ მან აღასრულა ეს თავისი ღვთაებრივი ბუნებით. და ეს შეახსენა მოციქულებს, რათა არ დაბრკოლებულიყო, როცა ნახავდნენ მის დამცირებას, ჯვარცმას, ნერწყვას, ყურიმალისცემას და ასე შემდეგ არ გონებოდათ რომ ის იყო უბრალო ლიტონი ადამიანი და რაუცნაური ადამიანი მიუხედავად იმისა რომ მის ცხოვრებაში შეიძლება იხილოს მრავალი გამოვლინება სასწაულისა, ღვთაებრივი შეწევნისა, მადლისა, მაინც პატარა განსაცდელია, მაშინვე ავიწყდება ადამიანს, ავიწყდება ღმერთი, ავიწყდება მისი სიყვარული, მისი მადლი, მისი კაცთმოყვარება და ადამიანი ვარდება სასწორკვეთილებაში. ასე ამბობენ, ადგილი არ უნდა ჰქონდეს სასწორკვეთილებას ქრისტიანებში. რამე თუ ჩვენ გვყავს ასეთი ღმერთი, როგორც არის ქრისტე მაცხოვარი, რომელმაც ასე დაიკნინა თავი, წარმოიდგინეთ, როგორ დაიკნინა თავი. მან, რომელსაც შეეძლო მოეწოდებინა 12 და 1000-ეული ანგელოზები, მან რომელმაც აღასრულა ასეთი სასწაულები, შერისხა, ქარნი, დააცხრო, ღელვა და მისცა საკუთარი თავი ასეთი დამცირებისათვის და ერთადერთი მიზნის გამო, კაცთმოყვარების და ადამიანთა ხსნის გამო გააკეთა ის ნებაყოფლობით და არა იძულებით. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს, ყოველთვის სულ მცირედით, ერთი წამით, ერთი თმის ღერითაც უნდა კონდეს ეს შევინარჩუნოთ ხსოვნა და ძიმე განსასწრების დროს, როცა ყველაფერი ჩვენს გარშემო თითქოს იგრევა, მიწა გვეცლება, ღელვა გუთქავს, მაშინც კი უნდა შევინარჩუნოთ რამე თუ არაფერი არ არის ღვთისთვის შეუძლებელი და ეს მხოლოდ დროებითი გამოცდა და განსასწრელია ღვთის მადლი და სიყვარული ისე მოიხილავს ადამიანს, ისე მაღამაღლებს თუ ადამიანს აქ ექნება სათნოებები და სწრაფვა ექნება ღვთისაკენ. ფერიცვალება ასევე რა თქმა უნდა არის მოწოდება ფერიცვალებისაკენ ადამიანების რამე თუ მარტო ის რომ ადამიანი მხოლოდ ზნეობრივად და მორალურად იცხოვროს და მხოლოდ
განსწავლული იყოს. დღეს ძალიან ადვილად უდგებიან ქრისტიანობას. მხოლოდ გონებას განავითარებენ, მხოლოდ განისწავლიან, მხოლოდ ქრისტიანულ ფილოსოფიას დაეუფლებიან და ღვთისმეტყველებას, თუმცა ღვთისმეტყველება არ არსებობს განახლების გარეშე. მკვდარი ღვთისმეტყველება. თუ არ ახლდება ან ადამიანი, თუ ის მისი შინაგანი შიგთავსი არ არის, მკვდარია ეს ცოდნაც, ფილოსოფიაც, ყველაფერი. ადამიანიდან მოდის სიცივე. ქრისტიანიდან, ღვთისმეტყველიდან, ფილოსოფოსთან როცა მოდის სიცივე, ეს ნიშნავს, რომ ის რაც მან იცის კარგად იცის, ეს მისი ნაწილი არ არის. მას გათავისებული არ აქვს ეს. ეს არის დღევანდელი ეპოქის უბედურება. იმიტომ რომ ადამიანი მიჩვეულია რაღაცა წიგნებს წაიკითხავს, შტუნდირებას, დაიმახსოვრებს და ასე შემდეგ, მაგრამ საკუთარი თავის შეცვალოს, საკუთარი ფერიცვალება ეს არის ყოველთვის იყო და დღესაც არის ყველაზე დიდი გამოწვევა. საერთოდ არ უნდათ ამის მოსმენა ადამიანებს, იმიტომ რომ უნდათ ისე როგორც ცხოვრობენ, შეათვისონ უნდათ საკუთარ დაცემულ ბუნებას ქრისტიანობა. შეუძლებელია შეათვისო შენ ყოფას, ცხოვრებას, რომელიც მოვიდა წარმართობიდან, შეათვისო ეს ამაღლებული სწავლება. ნელ-ნელა უნდა შეცვალო. ნელა უნდა შეიცვალოს ჩვენი ყოფა და გახდეს ქრისტიანი. ამიტომ ფერიცვალება არა მარტო როგორც თქვი, განსწავლულობა და გარეგნული მოწესრიგება. როცა ჩვენ განსწავლულები ვარ და გარეგნულად ვართ მარტო მოწესრიგებულები და შინაგანად არ ვართ მოწესრიგებულები, მაშინ გვაქვს უდიდესი განკითხვა. ყველა ადამიანს განვკითხავთ მაშინ და ყველაზე მაღლა ვაყენებ თავს. თვითონ ვართ სავსენი ცოდვებითა, უსჯულოებითა, მაგრამ განვკითხავთ. რატომ? იმიტომ რომ რეალურად ქრისტეს სწავლება არ შეეხო ჩვენ გულს. ის რომ შეეხო ჩვენ გულს, მაშინ ადამიანი დაინახავდა ცოდვებს, საკუთარ დაცემას, უძურებას და მაშინ არ ექნებოდა ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავს. დაუნგრეველი წარმოდგენა. ჩვენ გვაქვს დაუნგრეველი წარმოდგენა საკუთარ თავს. ვერაფერი ვერ ანგრევს მაგას. ერთი მარტო განსასწრელი და უდიდესი განსასწრელი. ჩვენ ვართ შეპყრობილი მართლობის სინდრომით. ეს არის ეპოქის სული. თვითმართლობის. ამიტომ ფერიცვალება გვეუბნება, რომ არა მარტო ესეთი უბრალო ზედაპირული, ემპირიული შეცვლა, არამედ ძირეული ფერიცვალება, გაღმრთობა, მადლის მიღება არის მიზანი ქრისტიანის. და აქეთკან უნდა ისწრაფოს ადამიანი. და ამისთვის სიმბოლურად რომ განმარტოთ დღევანდელი სახარება, ეს სიმბოლოები გვეუბნება ჩვენ რა არის ამ ფერიცვალებისთვის საჭირო. პირველი აღვიდა მთაზე უფალი, აღვიდა, ესე იგი პირველი ადამიანი უნდა ამაღლდეს, შეძლოს, უნარი გამოიმუშაოს, რომ ამ ქვეყნიურ ამავოებასა და ქაოსსა და საქმიანობაზე უნდა ამაღლდეს მისი გონება და გული. არ უნდა იყოს ის ჩაფლული მხოლოდ ამ ქვეყნიურობაში. თუ გინდა რა კარგი საქმეც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, არ არსებობს დედამიწაზე საქმე, რომელშიც შეიძლება ადამიანი ჩაეფლოს და დაივიწყოს ღმერთის სულიერება, არ შეიძლება. როდის დაეცა პეტრე, როდესაც მიდიოდა ზღვაზე, მაგრამ ჩაიხედა ქვევით. როდის არ შეიძლება ადამიანი არ იყურებოდეს ყოველთვის მაღლა. არ შეიძლება მას არ კონდეს დრო, როდესაც ის გულითადად, როგორ ვამბობთ ჩვენ კვერექში, მთელი გულითა და სულით ვილოცოთ, არა? არ შეიძლება დრო, როდესაც ადამიანი არ ლოცულობდეს, არ კითხულობდეს წმინდა წერილს, არ იკვებებოდეს სულიერად, არ კვებავდეს საკუთარ გონებას. შეუძლებელია, ტყუილია სულიერი წარმატება ასეთი ადამიანის. და ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდება ეს ცხოვრებაში, აუცილებლად გამოჩნდება. ამიტომ პირველი რაც არის პირველი სათნოება ალბათ ქრისტიანის არის ეს, რომ ამაღლდეს უნდა ადამიანი
მიწიერებაზე, მიწიერ მიზაჭველობაზე, ამ ქვეყნიურობაზე და სულიერი ცხოვრება შეიტანოს ძალით საკუთარ ცხოვრებაში. დაამკვიდროს სულიერი ცხოვრება. ეს იქნება პირადი ლოცვა, ეს იქნება წმინდა წერილის კითხვა, ღვთისმსახურება, თუ საერთოდ მისი აზრის, გონების მიპყრობა უფლისაკენ. მეორე რაც დღევანდელი სახარება გვასწავლის, ეს არის ლოცვა. ესე იგი, რა უნიკალური საშუალება მაცხოვარ შეეძლო, რომ არასრულიყო მთაზე, არ ეთქვა ლოცვა და ისე გაბწყინებული იყო, მაგრამ ილოცა და ლოცვის მერე გაბწყინდა და გვაჩვენა მისი ღვთაებრივი ბუნება. ამით გვაჩვენა რა უნიკალური საშუალება გვაჩუქა, გვიბოძა ღმერთმა. შეუძლებელია ადამიანი შემოსაზღვრული ხორცით, სისწუსტეებით, ამქვეყნიურობით ღმერთთან, სულთან კონდეს ურთიერთობა. და ერთადერთი საშუალება დებოდა ძმო, ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ ვეზიარებით ღვთაებრივ ბუნებას. წარმოიდგინეთ, ესეთი რამე წარსადგენია საერთოდ დღევანდელ დღეს ეს რა უთხრა, ეს გონიათ ადამიანის ფანტასტიკის სფერო გონია. დღევანდელ საუკუნის ადამიანებს, რომ ადამიანმა ჰქონდეს სულიერ სამყაროსთან ნამდვილი კავშირი და არა უამრავი კავშირი არსებობს სულიერ სამყაროსთან, მაგრამ მახინჯური და დამანგრეველი და ბოროტებაა ის სთან ურთიერთობა, თქვა, იგივე მაგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სპირიტუალიზმი და ასე შემდეგ. ეს არის კანონიერი გზა. ღვთაებრივი გზა, როდესაც შეუძლია, რითაც შეიძლება ამაღლდეს. ამის გარეშე ამაღლება არ არსებობს. ლოცვის გარეშე ამაღლება არ არსებობს. ეს არის ერთადერთი საშუალება ღმერთთან მიახლოვების. ეს არის ერთადერთი საშუალება იმ ღვთაებრივი ენერგიებთან ზიარების, რომელიც აჩვენა მაცხოვარმა, რომელიც ღმერთის ბუნებაში არის. ამიტომ ქრისტიანის, როგორც ამბობენ წმინდა მამბები, თავარი საქმე არისო, ისწავლოს სწორი ლოცვა და შემდეგ სისტემატიურად ილოცოს. ეს არის დედა სათნოებისა, რომელიცაც მოიპოვებ ყველა სათნოებას, ყველა წინააღმდეგობას დაძლევ, ყველაფერს შეძლებ, ყველაფერს მიაღწევ, რაც რა თქმა უნდა ჩვენი სულისთვის სასარგებლოა და ღვთისნება არის. ასეთი საშუალება არის. და დღეს უცნაური რა არის, რომ დღეს სწორედ ეს სათნოება არის უგულებელს ყოფილი აბსოლუტურად. ან საერთოდ არ ლოცულობს ადამიანები, ან თუ ლოცულობენ, ეს არის ფორმალური, მექანიკური, მხოლოდ გარეგნული, როგორც ამბობენ მამები. თქვენ გაქვთ ლოცვანები, მაგრამ არა გაქვთ ლოცვა. ესე ჩვენ ლოცვანები გვაქვს, წიგნები გვაქვს, კითხულობ, ყველაფერი ლოცვა არ გვაქვს. და მარტივი მაგალითია, თუ ადამიანი ჩაიხედავს მის გულში და ნახავს, რომ არაფერი წარმატება არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მას სისხლია და ეს სათნოება უნდა ადამიანმა გააძლიეროს და მოიპოვოს. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი, როგორ შეიძლება დაახასიათო ქრისტიანი? ხო, ერთ-ერთი მისი თვისება, მთავარი თვისება არის ქრისტიანის ახასიათება მლოცველი კაცი. ესე იგი, თუ არ გვაქვს ლოცვა, ესე იგი ფაქტიურად ადამიანი არ აქვს, არაფერი არ აქვს. ან ყველაფერს დაკარგავს. ამისთვის უნდა იბრძოლოს ადამიანმა და მოიპოვოს. ეს არის საბრძოლო, რომ დაამკვიდროს მის ცხოვრებაში და მერე სისტემატიურად ლოცოს და მისი გული და გონება შეაჩიოს ღმერთთან ურთიერთობას. ეს ბრძოლა, ესე ამბობენ მამები, სადამდე უნდა ვიბრძოლოთ, სადამდე უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი. და მამები ამბობენ, სანამ ლუსმნის ხმასო გაიგონებო, შენ ვინ გაიგონებს მაგას, მაგრამ კუბოზეო, სანამ დააჭედებენ ლუსმასო. ხო, აი მანამდე უნდა იბრძოლო და აიძულო თავის სათნოებისთვის. ასეთი სათნოება, რომელზეც ამბობენ, ყველაფერს დავკარგავთო, ჯანმრთელობას დავკარგავთო, სიმდიდრეს მოგპარავენო, მეგობრები გვიღალატებენო, ოჯახის წევრები ზოგ შეგვაქცევ, ასე შემდეგ, სამშობლო გვიღალატებსო, თებცა, ყველაფერი შეიძლება დავკარგო. ლოცვასო, ვერავინ, ვერასდროს ვერ წაგვართმევს, თუ ადამიანი ამას მოისურვებს.
ესე იგი ერთადერთი სათნოება ყოფილა, რომელსაც ვერავინ ვერაზოს, ვერანაირ არის ლოგინზეც რო იყო დაწევლილი, უმძიმესი სნეულებაც რო კონდეს, სიკვდილის პირსაც რო იყო მისული. ვერავინ ვერ წაართმევს ამ სათნოებას ადამიანს ლოცვას. ამიტომ ძალიან დიდი საშიშროება ადამიანის წინაშე, რომელიც უდებად ლოცულობს, რომელიც საერთოდ არ ლოცულობს. ჩვენ ისედაც მუდმივად არის ჩვენ ცხოვრებაში განსასწრებელი, მაგრამ როდესაც ადამიანი ლოცვის კანონებს ჩააგდებს და გულგრილად და უყურადღებოდ და არა როგორც ყველაზე მთავარი საქმე, ასე ლოცულობს, მაშინ ელოდე რომ შენი ცხოვრება აირევა სერიოზულად. და ერთი მახსენდება ერთი ღვთისმეტყველის ნათქვამი უცნაურია, რა წარმოიდგინეთ, ეს არის ან გრიგოლ ნოსელი, ან გრიგოლ პალამა, უდიდესი მამა. ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში ხდება ლოცვისათვის. ესე იგი თურმე ყველაფერი რაც ხდება არის იმისთვის, რომ ჩვენ განგვაწყოს ლოცვისთვის, მიგიყვანოს ყველა განსაცდელი, ყველა ჭირი, ყველაფერი ხდება ამისთვის. იმიტომ რომ მხოლოდ ლოცვაში ხვდები ღმერთს. და თუ ღმერთს ხვდები, აი ეს არის მიზანი ჩვენი ცხოვრების. მაშინ აღივსები, მაშინ განიწმინდები, მაშინ განათლდები, მაშინ აღმაღლდები და მაშინ შენ ხარ ის, ვინც უნდა იყო. თუ ეს არ გაქვს, თუ არ ეძებ, მაშინ ხარ გარეგნული ფიტული, როგორც მაცხოვარი ამბობს. როგორც ამბობს, განგოზილი საფლავებით არის ადამიანი. გარედან ლამაზია და შიგნით დამპალი და დამრჩოლია და ავსებულია მთელი სისაძაგლი. ასეა ქრისტიანი, რომელსაც არ აქვს, არ ეძებს, არ იბრძვის, არ იღწვის, არ შრომობს, არ წვალობს ლოცვისთვის, აი ესე არის ამ საფლავს გავს. გარედან ლამაზია, მაგრამ შიგნით არის ავსებული ნატაცებითა და უსჯულოებითა და უამრავი ცოდვით. და ბოლოს სათნოებების დღევანდელი სახარების სიმბოლოები გვასწავლის, რომ სამი სათნოება გამოარჩია, სამი მოციქული, პეტრე, იოანე, იაკობი და ამით გვიჩვენა სამი სათნოება უმნიშვნელოვანესი, რომლითაც შესაძლებელია ადამიანმა, მიწიერმა, შემოსაზღვრულმა სულიერი მადლი მიიღოს და სულიერი სამყაროსთან ურთიერთობა. ეს არის წმენა, პეტრესი, მტკიცე და შეურყეველი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ეს არის სიყვარული იოანე ღვთისმეტყველის, იმიტომ რომ თუ რწმენა გვაქვს და სიყვარული არ აქვს, ესე იგი მკვდარია ესეთი რწმენა, იმიტომ რომ ამბობენ რომ რწმენა სიყვარულის გარეშე მკვდარია, უნდა გვახსოვდეს. და ამიტომ ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ არა მარტო გარეგნული რაღაცა რევერანსებით მოაწესრიგოს ეს ურთიერთობები და გაუღიმოს ამერიკულ ღიმილს ეძახიან მაგას, ხო? ესეც კარგია, გაღიმება, მისალმება ყველაფერი, მაგრამ მთავარი გულია. გულში უნდა შეეცადოს ადამიანს არ კონდეს სიძულული, განკითხვა, ზევიდან ხედვა, მიკერძოება, ასე შემდეგ. არ კონდეს. ესაა მთავარი ბარომეტრი ჩვენი ცხოვრების. და ამიტომ რწმენასთან ერთად და რწმენა რომ გქონდეს ადამიანს ძლიერი და მტკიცე თუ სიყვარული არ აქვს, მოყვას ის ადამიანის ღმერთის ასე შემდეგ. და დღეს არის კატასტროფული უსიყვარულობა. აი ესე შეიძლება ერთი ღვთისმეტყველის წავიკითხე და ძალიან მომეწონა. კატასტროფული უსიყვარულობა. და მესამე სათნოება, ეს არის იაკობის მოთმინება, სიმტკიცე და მხნეობა. და ხშირად ჭირდება ადამიანს, ხშირად ჩვენ ჭირდება იმიტომ რომ
ჩვენი ცხოვრება ცვალებადია, ხვალ არ ვიცით რა იქნება, რა წინააღმდეგობებია და პატარა წინააღმდეგობების დროს ჩვენ ადამიანს ბუნებრივად უმეტესობას მაინც იპყრობს შიში, სასარკვეთილება, როდესაც ეს იპყრობს ადამიანს. მაშინ კარგავს ადამიანი წმენასაც, ყველაფერს ამ განსაცდელების წინაშე. იმიტომ რომ ეს განსაცდელები როგორ არის, სულ მუდამ ურტყავს ადამიანს, ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან, ხან რა ქვია, მოსვენებას არ აძლევს. აი აქ არის საჭირო მხნეობა. სიმტკიცე, გამხნევოს უნდა ქართულში გასვოთ ალბათ შემოუძახე შენ თავსო. გამხნევება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფსალმს შეიძლება უწოდოთ მხნეობის წიგნი. აბსოლუტურად უნიკალური ფრაზები არის ფსალმში. მაგალითად, უფალი ნათელჩემ და მაცხოვარჩემ და ვისა მეშინოდეს. უფალი შესავედრებელ არ ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევწუნდე. ამ სიტყვების მოხსენებაც კი უკვე განდევნის ჩვენგან შიშს, სიმხდალეს, არასიმტკიცეს ასე შემდეგ. ან მაგალითად, ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერ ეუდი მაგ. ეს 17 ფსალმუნი არის საოცრება. ყველა ფსალმუნი 117 არის საოცრება, 117 ფსალმუნი. მთელი ფსალმუნი შეიცავს აი ამ უდიდეს სიმხნევეს, რომელიც ჰქონდა დავითს, ის გადმოდის შენზე, როცა შენ კითხულობ ამას და ეს განსაკუთრებით უნდა ჩვენ წავიკითხოთ მაშინ, როდესაც გვძლევს ჩვენ ეს სულმოკლეობა, შიში, სიმხთალე, განსაცდელების წინაშე დავიღალე, აღარ შემიძლია, ამდენი აღარ შემიძლია, კიდევ რატოა ჩემზე, რა ყველაფერი ჩემზე მოიწია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს წუწუნის ფილოსოფია, რომ ჩართავს ეშმაკი წუწუნის ფილოსოფიას, არ გეგონოთ ეს ჩვენია მარტო რა. ეს კარგად მომზადებული თეორია აქვს, რითაც დასცეს ჩვენი ენერგიები, გაანადგუროთ ჩვენი. აი მაშინ ჩვენ მეორე უნდა ჩავთოთ. უნდა ჩავთოთ ჩვენი მხნეობის ფილოსოფია, რომელიც არის ღვთისმეტყველებაში, წმენაში და ფსალმებში. იმან ჩართოს ის და ჩვენ ამას ჩართო და რომელიც ძლიერ იქნება, ნახოთ რომელიც ძლიერ. ეს გაიმარჯვებს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენში რწმენა, მადლია, ნათლობა და ამიტომ გაიმარჯვებს ეს მხნეობის ფილოსოფია, რომელიც არის სახარებაში, ფსალმუნში და ღვთისმეტყველში არის ეს ყველაფერი. ღმერთმა დაგლოცოთ, შეგვეწიოს, ღმერთმა მოგცეს. შეგვაძლებინოს მცირედით მაინც, სულ მცირედით, ესე წერია. როგორ უნდა განვითარდეს სურვილთო და მცირედ, ეს მცირედი რა და იმის მცირედი რა არის. ოღონდ აი ესეთი ფერისცვალება მაინც მოგვანიჭოს ღმერთმა და დაგლოცოთ.